ბრიტანეთს მალე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება და კირ სტარმერს მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს. 2024 წლის ივლისში ლეიბორისტულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები ტრიუმფალურად მოიგო და კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობა დაასრულა. თუმცა პარტიის მმართველობის წრები წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. მოქალაქეებს განსაკუთრებით ეკონომიკური პრობლემები და ფასების დააწუხებთ. გარდა ამისა, დიდია უკმაყოფილება არალეგალური მიგრაციის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ სტარმერმა მიგრაციული პოლიტიკა გაამკაცრა, ბრიტანელებს აშკარად მეტის მოლოდინი ჰქონდათ. 2026 წლის მაისში ლეიბორისტული პარტია ადგილობრივ არჩევნებზე მძიმედ დამარცხდა. არჩევნების მთავარი გამარჯვებული კი ულტრამემარჯვენე პარტია Reform UK იყო, რომელიც მოქალაქეებს მიგრაციის უკიდურესად შეზღუდვასა და ეკონომიკის გაჯანსაღებას პირდება. ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებისთანავე ბრიტანულ პოლიტიკაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მანჩესტერის ძალიან პოპულარული მერი ენდი ბერნემი უნდა გამხდარიყო. თუმცა მას საპარლამენტო მანდატი არ ჰქონდა, რის გარეშეც ის პრემიერი ვერ გახდებოდა. აქ კი ნამდვილი პოლიტიკური დრამა გათამაშდა. ლეიბორისტების მოქმედმა დეპუტატმა ჯოშ საიმონსმა საკუთარი მანდატი დათმო და 18 ივლისს მეიკერფილდის ოლქში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. ბერნემმა ეს ოლქი ტრიუმფალურად მოიგო. მან ხმების 55% აიღო და უახლოეს კონკურენტს Reform UK-ის კანდიდატს 9000-ზე მეტი ხმით აჯობა. ამ გამარჯვებამ სტარმერს თანამდებობაზე დარჩენის შანსები გაუნულა. 16 ივლისს ოფიციალურად ამოიწურა პარტიის ლიდერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა. ენდი ბერნემს კი არც ერთი კონკურენტი არ ჰყავს. მას დეპუტატების 90%-ზე მეტი უჭერს ხარს. რატომ აქვს მას ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა პარტიის შიგნით? რა არის მანჩესტერიზმი? როგორი იქნება ახალი პრემიერის შიდა და საგარეო პოლიტიკა და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? პოდკასტი რუკა და ტერიტორიის მე-19 ეპიზოდში ამ თემაზე ვისაუბრებთ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ერშთან, გიორგი ბადრიძესთან ერთად. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და ყველა სხვა სოციალურ ქსელში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ბრიტანეთის პოლიტიკაში ბოლო პერიოდში, იყო ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც მძიმე მარცხი განიცადა და მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ, რასაც მერე მოჰყვა მთელი ეს ცვლილებები და საბოლოოდ მივიღეთ ვითარება, როდესაც მომავალი პრემიერ-მინისტრი წინასწარ ვისით ვინ იქნება, იმიტომ რომ მას პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს ხო ლიდერის არჩევნებში, ეს იქნება მანჩესტერის მერი ენდი ბერნემი, მაგრამ ცოტა უკანო წავიდეთ 2024 წელს ივლისში ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნებში. ეს იყო 14 წლიანი მმართველობის დასასრული კონსერვატორების მმართველობის, ას მოჰყვებოდა ბევრ საკითხზე უკმაყოფილებას და დიდი იმედებით მოვიდნენ, ხო? მე მგონი რეკორდული უმრავლესობა ჰქონდათ უბრალოდ აქვთ დღემდე საპარლამენტო მანდატების თვალსაზრისით ლეიბორისტებს. აი რა მოხდა ამ პერიოდში ისეთი და რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა კირ სტარმერმა, რომ საბოლოოდ მისი პრემიერობა ესე დასრულდა და მისივე პარტიამ ჩაანაცვლა ის სხვა ლიდერით. კარგი, მადლობა მოწვევისთვის. მე დავიწყებ იმით, რასაც ბევრი მithulis მიკერძოებად, მაგრამ ვეცდები ეს მიკერძოება დავასაბუთო. ჩემი წარმოდგენა იმაზე თუ როგორ და რა მიზეზით ვიღებთ მე-7 პრემიერ-მინისტრს 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში, რომელიც იყო სტაბილური განვითარების, სტაბილური პოლიტიკის ერთ-ერთი სიმბოლო, არის ჩემი აზრით ბრექსიტის წევლა. ბრექსიტმა შეიწირა ჯერ კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ის დღის წესრიგში დააყენა რეფერენდუმი ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად თვლიდა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში უნდა დარჩენილიყო და ის ხელმძღვანელობდა დარჩენის კამპანიას. მან ეს კამპანია წააგო რეფერენდუმში მცირე უმრავლესობით, ხალხმა მისცა ხმა ევროკავშირიდან გამოსვლას. მე აღმოჩნდა, რომ არც ამ ხალხმა და რაც თავარია, არც გამოსვლის კამპანიის ლიდერებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა შინაარსის პოლიტიკურ განვითარებას აძლევდნენ ხმას. აი, გამოვდივართ ევროკავშირიდან, ეს გადაწყდა, ოღონდ როგორ გამოვდივართ, რა პრინციპებზე ვურთიერთობთ ევროკავშირთან ამიერიდან, ამის გეგმაც კი არ არსებობდა. რასაც მე ისინი აღიარებდნენ, ეს არ იყო უბრალოდ რომ ხალხი მოტყოდა. პირდაპირ აღიარებდნენ, რომ არ ყოფილა ასეთი გეგმა და მე რატომღაც საკმაოდ უტიფრად ამტკიცებდნენ, რომ ეს არც ყოფილა ჩვენი მოვალეობა, რომ ქონოდა გეგმა. ამას მოყვა
ახალი პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის დანიშვნა, დევიდ კამერონი იყო ის, რომელმაც ბრექსიტის რეფერენდუმი დანიშნა. ტერეზა მეი, რომელიც ასევე იყო დარჩენის მომხრე, მას მოუწია აი 50 მუხლის ასე ვთქვათ ინიცირება, რომელთაც ქვეყნები გამოდიან ევროკავშირიდან და მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირიდან. მან მაქსიმალურად დიდი დრო გამოიყენა იმისათვის, რომ ეს პროცესი დაეწყო, იმიტომ რომ სრულად აშკარად გამოჩნდა, რომ ბრიტანეთი არ იყო მზად ამისთვის. მან ჩაატარა არჩევნები იმისათვის, რომ საკუთარი მანდატი ჰქონოდა ბრექსიტის განხორციელებისთვის და აღმოჩნდა, რომ ბრიტანელებმა უფრო ნაკლები ხმა მისცეს ამჯერად კონსერვატიულ პარტიას, ვიდრე ეს მოხდა 2017 წელს, ვიდრე 2015 წლის არჩევნებში, რომლითაც დევიდ კამერონმა გაიმყარა მაშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. და არასრული 3 წლის შემდეგ ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარი იყო, იმიტომ რომ მოლაპარაკებები ბრექსიტზე მაინც და მაინც წარმატებით არ მიდიოდა და აი პირველად მოვიდნენ ნამდვილი ბრექსიტისტები ხელისუფლებაში, როდესაც ტერეზა მეი ჩაანაცვლა ბორის ჯონსონმა. და თითქოს და აი ყველაზე უფრო რადიკალური გზით წაიყვანა ბრექსიტი, დასრულდა მოლაპარაკებებიც, აღსრულდა ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირიდან და ამას მოყვა ის, რაც წინასწარ იყო ნათქვამი უამრავი პასუხისგებლობის მქონე პოლიტიკოსისა თუ ეკონომისტის მიერ, რომ ბრიტანეთმა ძალიან თვალნათლივი ზარალი მიიღო ეკონომიკურიც და მე პოლიტიკურსაც თუ გვექნებოდა რომ მე ამაზე ცალკე ბრექსიტზე ვისაუბროთ, ხო? ბორის ჯონსონი გადაყვა კიდევ ცალკე სხვა საკითხებს, როგორიც არის მის მიმართ ნდობის დაკარგვა იმის გამო თუ როგორ იქცეოდა პირადად მათ შორის და მისი აპარატი პანდემიის დროს. ნუ ხა ყველაზე უფრო თვალშისაცემი და სკანდალური იყო ეს ამბები მისი წვეულებების შესახებ იმ დროს, როდესაც ყველა სახლებში იყვნენ შეკეტილები, მათ შორის მისივე გადაწყვეტილებით, მათ შორის როდესაც დედოფლის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა და პრაქტიკულად ოჯახურ წრეში დაკრძალეს სახელმწიფო ცერემონიების გარეშე და ამის შემდეგ მოდის კიდევ უფრო უცნაური ახალი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი, რომელიც აცხადებს რადიკალურ საგადასახადო რეფორმებს, რომელმაც ჩამოშალა ესე იგი ნდობა ეკონომიკური სისტემისა, საფონდო ბირჟებზე ატყდა პანიკა და მან რეკორდი დაამყარა პრემიერ-მინისტრის ოფისის ხანგრძლივობის, ანუ სიმოკლის თვალსაზრისით ის ერთ თვეში გადადგა. და შემდეგ იყო რიში სუნაკი, ასევე კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი, ანუ კონსერვატორებს ყავდათ 5 პრემიერ-მინისტრი სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან ბრექსიტმა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა სტაბილური მმართველობა. აი 2024 წელს თქვენ რომ ახსენეთ, საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებმა სწორედ აი ამ ფონზე მიიღეს რეკორდული უმრავლესობა ადგილების მანდატების 650 ადგილიან პარლამენტში მათ მიიღეს 411 ადგილი. აბსოლუტური უმრავლესობა, კომფორტული მანდატი, თითქოს ოღონდ აი აქვე იყო ჩადებული ერთი პატარა პრობლემა, რომ ბრიტანული საარჩევნო სისტემა ასეთ დიდ უმრავლესობას პარლამენტში ზოგჯერ იძლევა ისე, რომ საერთო რაოდენობა ამომრჩევლისა ამ პროპორციის ხმებს არ აძლევს. აი კონკრეტულად გეტყვით, ხო, ეს არის დიდი უმრავლესობა პრაქტიკულად 2/3 თითქმის ადგილებისა, მაგრამ ეს ადგილები ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა სულ რაღაც 33% საერთო ეროვნული ხმებისა. მაჟორიტარული სისტემის გამო ეს არის უკიდურესად მაჟორიტარული სისტემა. ეს არის ერთ მანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ ამის გარდა ესეთია საფრანგეთშიც, მაგრამ ამის გარდა განსხვავებით საფრანგეთისგან, სადაც აუცილებელია უმრავლესობის, ესე იგი აბსოლუტური უმრავლესობის ხმების მიღება 50%+1, ხო. ბრიტანულ სისტემაში და ასეთი ამერიკული და ბევრი სხვა პოსტ ბრიტანულ საკმარისია უბრალო უმრავლესობა. ანუ
სხვაზე მეტხმას თუ მიიღეს 50% არ გჭირდება და ასე არის თითქმის ყოველთვის, ყველა ოლქში თითქმის და შესაბამისად გამოდის რომ პარტიამ შეიძლება მიიღოს აი ამდენად ცოტა ხმა შედარებით ვამბობ 33% და ნუ ეს უნიკალური შემთხვევაა ადრე როგორც წესი სადღაც 40% მაინც სჭირდებოდათ პარტიებს იმისათვის რომ ამ ხელა უმრავლესობა მოეპოვებინათ მაგრამ აი ამ ჯერზე ესე გამოვიდა რომ პატარა უპირატესობით ლეიბორისტულმა პარტიამ მოიგო ძალიან დიდი რაოდენობა ოლქებისა და მიიღო ესეთი გარეგნულად დიდი მანდატი. და ერთი კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, უკვე იმ არჩევნებზევე გამოჩნდა, რომ აი ეს ორპარტიული სისტემა სრულდებოდა, იმიტომ რომ ჯამი ლეიბორისტების და კონსერვატორების 60%-იც არ იყო. და 50 წლის წინ, თუნდაც 40 წლის წინ 80% იყო თითქმის ჯამი ამ ორი პარტიის. ახლა თქვენ ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენი და ეს არის უნივერსალური ფენომენი მთელ დემოკრატიულ დასავლურ სამყაროში. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ევროპაში და შეერთებულ შტატებშიც. ოღონდ ერთი თავისებურება აქვს ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს, რომ ეს ქვეყნები არ იძლევიან შესაძლებლობას მცირე პარტიებისთვის, რომ მოშალონ ეს ორპარტიული სისტემა. ახლა ბრიტანულ პოლიტიკურ სისტემას განსხვავებით ამერიკულისგან, ორპარტიული ტექნიკურად არ ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ 20 საუკუნის დასაწყისიდან ან პირველი ნახევრიდან ან ლეიბორისტები არიან ხელისუფლებაში, ან კონსერვატორები და 1-2 იყო მხოლოდ კოალიციური მთავრობა, განსხვავებით ევროპისგან, სადაც ასევე ძალიან ბევრგან იყო ორპარტიული ვითარება, თქვათ, მემარჯვენე ცენტრისტები, მემარცხენე ცენტრისტები, მაგრამ ნუ იქ კოალიციები ბევრად უფრო გავრცელებული ფენომენი იყო განსხვავებით ბრიტანეთისგან. და ორივე აი შეერთებულ შტატებშიც ბრიტანეთშიც აი ის ტენდენცია, რომელიც განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ დაიწყო, აისახა ცვლილებებში თვითონ პარტიების შიგნით. განსხვავებით მაგალითად საფრანგეთისგან, სადაც ორი წამყვანი ისტორიული პარტია, რომელმაც მეხუთე რესპუბლიკა პრაქტიკულად, რომელიც უძღვებოდა მეხუთე რესპუბლიკას, აი ამ აწლევლების განმავლობაში, სოციალისტები და გოლისტები, რომლებმაც შეიცვალეს მერე სათავე. დღეს არც ერთი აღარ ფიგურირებს სიახლოვეშიც, კი აი ბოლო ორ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერც რესპუბლიკელები ან გოლისტები და ვერც სოციალისტები მეორე ტურშიც კი ვერ გავიდნენ, ხო? ასეთი მდგომარეობა ბრიტანეთში არ არის, მაგრამ დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ბრიტანეთშიც აი ეს გავლენა თითქმის მონოპოლია ძალაუფლებაზე მემარჯვენე ცენტრისტული კონსერვატორების და მემარცხენე ცენტრისტული ლეიბორისტების დასუსტებულია ისტორიულ მინიმუმამდე, აი მათი ჯამი არის დღეს 60%. უბრალოდ სხვა ქვეყნებში ეს ბევრად უფრო თვალსაჩინოა, ესპანეთში სოციალისტები და სახალხო პარტია 50%-ს ვეღარ აგროვებენ ჯამში. თუმცა ბრიტანეთში მათ ეხმარებათ ეს საარჩევნო სისტემა, ესეც უნდა აღინიშნოს. ეს რო არ იყოს, კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა. ეს ძალიან ბრიტანეთში ტრადიცია რადგან არსებობს, ხალხმა იცის ამ სისტემით ტარდება, ტაქტიკური ხმის მიცემა გავრცელებულია ძალიან და ცდილობენ ყოველთვის თავისივე ოლქში ისეც დაუჭირონ ხარი, ვინცაც მეტი შანსი ექნება. გეთანხმებით. ოღონდ მეორე მხარე აქვს ამ სისტემას და ის არ არის აუცილებლად დამჩაგრავი ყველა მცირე ზომის პარტიას. რა თქმა უნდა, ის აძლევს უპირატესობას საერთო ეროვნულ პარტიებს, რომლებიც კამპანიას აწარმოებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ მეორე მხარე, აი ამ უბრალო უმრავლესობისა და მაჟორიტარული ერთმანდატიანი სისტემისა არის ის, რომ თუ რომელიღაცა რეგიონი, აი მაგალითად შოტლანდია, გადაწყვეტს, რომ ხმა მისცეს არა იმ საერთო ეროვნულ პოლიტიკურ პარტიას, რესპუბლიკელებს, კონსერვატორებს ან ლეიბორისტებს, არამედ თავიანთ რეგიონულ პარტიას, როგორც ეს ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხო? შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას. მე ვუწევ აღმოჩნდება, რომ იმ შოტლანდიაში ეს პარტია იგებს თითქმის ყველა ხმას, აი როგორც 2015 წელს მოხდა. 2015 წელს 59 საარჩევნო ოლქიდან შოტლანდიაში 56 მოიგო SNP. ნუ ახლა დღეს უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია მათი გავლენა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ იგივე შოტლანდიაში, ან უელსში, ან ჩრდილოეთ ირლანდიაში ადგილობრივი პარტიები დომინირებენ და შეიძლება იმდენი იმხელა დელეგაცია ვერ გააგზავნონ
ლონდონში, ცენტრალურ პარლამენტში, ვესტმინსტერის პარლამენტში, რომ პოლიტიკური კოალიცია ან რაღაც დიდი პოლიტიკური გავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ისინი ყოველთვის ძალიან ადეკვატურად არიან წარმოდგენილი ცენტრალურ ხელისუფლებაში, ყოველ შემთხვევაში პარლამენტში და ბრიტანულ სისტემაში პარლამენტი არის ძალაუფლების ნამდვილი წყარო. ეს ბევრ ქვეყანას უწერია, მაგალითად ჩვენსას. ჩვენს გვიწერია, რომ პარლამენტი, საპარლამენტო რესპუბლიკა ვარ და პარლამენტი არის მთავარი ინსტრუმენტი, მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ ნიშნავს მთავრობას და რომლის წინაშე არის ანგარიშვალდებული ეს მთავრობა. ხა ვის წინაშე არის ანგარიშვალდებული ეს მთავრობა და თვითონ პარლამენტი, ყველამ კარგად ვიცით, ხო? ბრიტანეთში ის პოლიტიკოსები, რომლებიც იგზავნებიან ლონდონში, რჩებიან ანგარიშვალდებულად თავიანთი ამორჩევლის მიმართ, რადგან რამდენადაც გავლენიანმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა მისცეს მათ მხარდაჭერა, ადგილობრივ ოლქში ამორჩევლის მხარდაჭერის გარეშე მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ანუ რომ დავასრულოთ ახლა ჩვენი ეს ისტორია, ლეიბორისტები ხელისუფლებაში ძალიან დიდი გრძელი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ 2024 წელს, მაგრამ დაბრუნდნენ აი იმ ფონზე, როდესაც ბრექსიტმა უკვე სრულად აშკარად დიდი ზიანი მიაყენა ბრიტანულ ეკონომიკას. ზოგს მიაჩნია, რომ გამოუსწორებელია ეს ზიანი, სულ მცირე სანამ ბრიტანეთი რჩება გარიყულად, იზოლირებულად თავისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბაზრისგან. ახლა უნდა ხაზი გაუსვათ, რომ ბრექსიტი, რომელიც ვთქვათ, ეფუძნებოდა უმეტესად პოპულისტურ და ძალიან ხშირად სრულიად ცრუ ლოზუნგებს, რომ აი აღვიდგინოთ, დავიბრუნოთ სადავები, დავიბრუნოთ სუვერენიტეტი. ევროკავშირი არის მუხრუჭი ჩვენს ეკონომიკურ თავისუფლებაზე და განვითარებაზე. სინგაპური ტემზაზე ეს ცნობილი კონცეფცია. და ყველაზე ეფექტური ალბათ აი ამ ლოზუნგებს შორის იყო, რომ გვეყო ეს უკონტროლო იმიგრაცია. შეგვიძლია მივყვეთ აი ამ სამივე საკითხს და აღმოვაჩენთ, რომ სამივე ჯერ ერთი მცდარი იყო თავიდანვე. და სამივე საკითხში ბრიტანეთს ჰქონდა უკუსლა და არა რაიმე პროგრესი. პირველი ყველაზე თვალსაჩინო ეს არის და ეს მარტივ რიცხვებში არის გამოხატული, ეს არის ეკონომიკური ზარალი, ძალიან დიდი. და ძალიან მარტივად იყო ეს წინასწარ განჭორეტადი, ნათქვამი ჰქონდათ ეკონომისტებს, რომ ბრიტანეთი საკუთარ თავს ნაკლებად ეკონომიკურად კონკურენტ უნარიანად აქცევს, იმით რომ ის ემიჯნება საერთო ბაზარს, რომელზედაც ის აგზავნის თავისი ექსპორტის 50%-ზე მეც. ხო? რანაირი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებიც არ უნდა დაედო ბრიტანეთს და ვერ დადო. ასევე ეს დაპირება, რომ სხვებთან დავდეთ ამ სავაჭრო შეთანხმებას, ეს იყო ჰაერზე ნათქვამი, იმიტომ რომ ეგრე არ ხდება ესე მარტივად. შეერთებული შტატები მაგალითად, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკები აღმოჩნდა, რომ სულაც არ არიან მონდომებული, რომ გაუხსნან თავიანთი ბაზარი ვინმეს თუნდაც უახლოეს მოკავშირე ბრიტანეთს. მაგრამ მარტივი ფაქტია, რომ ყოფილიყო შესაძლებელი აი ამ ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადება სხვა დიდ ქვეყნებთან, ასეთი დიდი ბაზრები უკეთეს შემთხვევაში არის ერთი ოკეანის მიღმა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ბაზარი არის პირდაპირ ბრიტანეთის კართან. ანუ სულ მცირე უნდა დაამატოთ ნაკლებად ხელსაყრელი პირობები, რანაირი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც არ უნდა დადო, საერთო ბაზარი ის ვერ არის, ხო, როდესაც როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე ყიდი ევროპის ბაზარზე. და მეორე, რომ სულ მცირე ამას ხო ემატება უზარმაზარი ტრანსპორტის ფასები და არსებობს პროდუქცია, რომელსაც უბრალოდ ოკეანის იქით ვერ წაიღებ. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარკვეულ ნაწილს, ხო? ეს თავიდანვე იყო განჭვრეტად და აქედან გამომდინარე სულ მცირე იყო ვარაუდი, რომ სულ მცირე 4%-ს დაკარგავს თლიანი შიდა პროდუქტიდან ბრიტანეთი სავაჭრო უპირატესობების, პრივილეგიების დაკარგვით ევროკავშირთან. მე აღმოჩნდა, რომ დაიკარგა რეალურად 6-დან 8%-მდე თლიანი შიდა პროდუქტის და ეს გამართლება კოვიდით უბრალოდ ნამდვილად არ მუშაობს, იმიტომ რომ კოვიდი ჰქონდა ყველას ჰქონდა ზარალი
მაგრამ ყველას ჰქონდა ის ბევრ უფრო ნაკლები ვიდრე ბრიტანეთს და ბევრად უფრო მალე გამოვიდნენ კოვიდის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან ყველა სხვა ევროპული ქვეყანა შედარებით ბრიტანეთთან. მეორე, ასევე ძალიან მარტივად ციფრებით ჩანს, რომ იმის ნაცვლად, რომ დრამატულად შემცირებული იყო იმიგრაცია, რეკორდული რიცხვი მივიღეთ, რეკორდული იმიგრაცია მივიღეთ, მათ შორის არალეგალური. თან მოხდა დრამატული ცვლილება ამ იმიგრაციის ხარისხისა და შინაარსის. დიახ, დრამატულად შემცირდა იმიგრაცია ევროკავშირიდან, ოღონდ როგორი იმიგრაცია შემცირდა? ევროკავშირის მოქალაქეებისა, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობაში ეგრევე ერთვებოდნენ ბრიტანულ ეკონომიკურ სისტემაში, იწყებდნენ მუშაობას ისეთ სფეროებში, რომელიც სრულად აუცილებელია ბრიტანეთისთვის და რომლისთვისაც ბრიტანეთს თავისი დემოგრაფიიდან გამომდინარე საკუთარი რესურსები არ ყოფნიდა. ესენი არიან როგორც კვალიფიციური მუშახელი, ისე მაგალითად მომვლელები, იმიტომ რომ ბრიტანული საზოგადოება ბერდება და ჭირდება მეტი ექთანი, მეტი სანიტარი და ასე შემდეგ და უამრავი ისეთი სფეროები, სადაც უბრალოდ საკუთარი კადრები არ ყოფნიდა. და ეს ხალხი ჩამოდიოდა მათთვის კულტურულად ყველაზე უფრო ახლო ევროპული ქვეყნებიდან, როგორც თქვი, ეკონომიკურად მათ წვლილი შექონდათ ეგრევე ეკონომიკურ სისტემაში და ასევე იყვნენ უფრო ადვილად ინტეგრირებადი ბრიტანულ საზოგადოებაში. და ვინ ჩაანაცვლა ეს იმიგრანტები? ბევრად უფრო დიდი რაოდენობით იმიგრანტებმა ჩრდილო აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, კარიბის რეგიონიც, მაგრამ ეს ტრადიციული იმიგრაცია, ავღანეთიდან და აღმოსავლეთ აფრიკიდან. და თუ ჩვენ თანხმდებით, რომ ეს მოტივაცია ბრექსიტისთვის ხმის მიცემისა იმიგრაციიდან გამომდინარე, იმიგრაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ერთგვარად, რაღაც გარკვეულწილად ქსენოფობიურ განწყობას ასახავს, მაშინ მე მგონი იმ ქსენოფობიურად განწყობილმა ადამიანმა საკუთარ თავს ბევრად უარესი გაუკეთეს. რომ პოლონელი, უნგრელი, გერმანელი და ფრანგი იმიგრანტის ნაცვლად მათ მიიღეს ისეთები, ხო, პირდაპირ თქვა, ისეთები, რომელიც ყველაზე ნაკლებად მოწონს და ძალიან რბილად რომ ვთქვათ. და მესამე, სუვერენიტეტის ჯიღის ცემა გულში, ბრიტანეთმა კი დაიბრუნა გადაწყვეტილებების მიღების 100% ბრუსელიდან. ოღონდ ესეც უბრალოდ ტყუილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავიანთ სუვერენიტეტს არ გადაულოცავენ ბრიუსელს, არ იძლევიან, არ აძლევენ სუვერენიტეტს ვიღაცა სხვას. ისინი უზიარებენ მთელ ჯგუფს ქვეყნებისა და მათ თავად ეძლევათ შესაძლებლობა გავლენა მოახდინონ სხვათა ინტერესებზე. ბოლოს ვეტოს უფლება აქვს ყველა ქვეყანას და ისინი აგზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ევროპულ პარლამენტში, ისე აღმასრულებელში, ევროპული კომისიის თვალსაზრისით. ეს არასდროს არ იყო რეალურად წართმეული სუვერენიტეტი ბრიტანეთისთვის ან რომელიმე სხვა ქვეყნისთვის. შედეგი მივიღეთ ის, რომ პირიქით ბრიტანეთის სუვერენიტეტის საკითხი უკეთეს შემთხვევაში შესუსტდა ქვეყნის შიგნით. მაგალითისთვის 2014 წელს, ანუ 2 წლით ადრე რეფერენდუმამდე ბრექსიტზე ჩატარდა რეფერენდუმი შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე და შოტლანდიელების უმრავლესობამ ხმა მისცა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას ძალიან მნიშვნელოვანწილად იმის გამო, რომ მათ სურდათ ევროკავშირში დარჩენა. მათ იცოდნენ, რომ ბრიტანეთიდან გაერთიანებული სამეფოდან გამოსვლის შედეგად ისინი დარჩებოდნენ ევროკავშირის გარეთ. ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი. მეორე იყო, რომ ისინი მონარქიას პატივს სცემდნენ ასევე, მაგრამ უმეტესობამ ხმა მისცეს ღიად იყო განცხადებული, რომ ევროკავშირში დარჩენის საბაბით მისცა ხმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას. და მე აღმოჩნდა, რომ იგივე ბრექსიტის რეფერენდუმში შოტლანდიელების უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ხოლო ინგლისმა, ძირითადად ინგლისმა, ისინი ძალით გამოიყვანა ევროკავშირიდან. აქედან გამომდინარე, აი ის დახურული საკითხი შოტლანდიის დამოუკიდებლობისა, რომელიც 2014 წლის რეფერენდუმმა დახურა. მინიმუმ ერთი თაობი. ხო.
ასე თუ ისე ამ საკითხმა ლეგიტიმურობა შეიძინა ახლიდან. შეიძლება ჯერ არა აქვს SNP-ს დამოუკიდებლობის მოსურნე შოტლანდიურ პარტიას იმის რესურსი, რომ აქტიურად იმუშაოს ამ თემაზე, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ ამ საკითხის ამოწევა ლეგიტიმურად შეეძლება იმძალოს თუ მას ექნება პოლიტიკური რესურსი. და მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს ჩვენ რაც ვთქვით, შოტლანდიაზე არის ჰიპოთეთური შესაძლებლობა. პრაქტიკულად რაც მოხდა არის ის, რომ მაგალითად ბრიტანეთმა შეასუსტა საკუთარი სუვერენიტეტი ჩრდილოეთ ირლანდიაში პირდაპირ მნიშვნელობით. ერთ-ერთი მთავარი შედეგი იმისა, როდესაც ქვეყანა გამოდის ევროკავშირიდან და არაუბრალოდ გამოდის, არამედ ასევე ტოვებს საბაჟო კავშირს, საერთო ეკონომიკურ სივრცეს, ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს შორის უნდა აღდგეს ფიზიკური საზღვარი. ხო და ბრიტანეთს ეს თავისებურება გაერთიანულ სამეფოს უბრალოდ რომ ერთადერთი სახმელეთო საზღვარი გაერთიანულ სამეფოსა და ევროკავშირის შორის გადის ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის. და ეხლა წარმოვიდგინეთ ირლანდიაში ეს მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირება მათ შორის შეერთებული შტატების შუამავლობით მოხდა პირველ რიგში იმის საფუძველზე, რომ ირლანდიის გაერთიანების მოსურნეები, ანუ ირლანდიელი ნაციონალისტები, კათოლიკები, ამ შეთანხმების საფუძველზე პრაქტიკულად თავს გრძნობენ ირლანდიაში, იმიტომ რომ არანაირი, არც ფიზიკური, არც ეკონომიკური, არც საპასპორტო, არანაირი საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიას და დანარჩენ ირლანდიას შორის აღარ არსებობდა. ნებისმიერი სახით ამ საზღვრის დაბრუნება პრაქტიკულად ძირს გამოუთხრის იმ მშვიდობას, რომელიც ჩვენ მივიღეთ და პირდაპირ აქვს ნათქვამი ირლანდიელ ნაციონალისტებს, რომ აი როგორც კი დადგავ ჯიხურს, რომელიც შემიმოწმეს პასპორტს ან მით უმეტეს ტვირთს ან რაღაცას, იმას აკიფეთქებთ. ეხლა მე არანაირად არ მინდა გამოვიდეს, რომ მე ვემხრობი ესეთ ძალადობრივ ტერორისტულ რაღაც ამას ფაქტს ვამბობ, მარტივ ფაქტს ვამბობ, რომ ირლანდიაში მშვიდობა ეფუძნებოდა ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის ერთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ სივრცეში არსებობას ყოველგვარი საზღვრების გარეშე, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიელები ყოველდღიურად დადიოდნენ სამუშაოდ, სასწავლებლად სამხრეთში და პირიქით. ხო? და რა მოუწია კონსერვატულ მთავრობას, რომელიც თითქოს წარმოუდგენელი იყო ამის გაკეთება, კონკრეტულად ბორის ჯონსონს, რომელმაც ამდენი ილაპარაკა სუვერენიტეტზე. მან პრაქტიკულად ჩრდილოეთ ირლანდია დატოვა საერთო ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში და შესაბამისად ტვირთები, რომლებიც ირლანდიიდან შედიან ჩრდილოეთ ირლანდიის გავლით გაერთიანებულ სამეფოში და შემდეგ დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რეალურად საბაჟო პროცედურებს და ყველა ამ სახელმწიფოთა შორის პროცედურებს გადიან ჩრდილოეთ ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის. ანუ ჩრდილოეთ ირლანდია რეალურად დარჩენილია ევროპის ეკონომიკურ სივრცეში და შესაბამისად ბრიტანული სუვერენიტეტი სუმცირმე ეკონომიკური, ხო? არის შესუსტებული ჩრდილოეთ ირლანდიაზე. აი ეს არის წინაპირობა და ფონი იმისა, თუ როგორ ვითარებაში მოვიდა, დაბრუნდა ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია. დასუსტებული ეკონომიკურად, შესაბამისად ის სოციალური დაპირებები ყველასთვის ძალიან რთულად განსახორციელებელი იქნებოდა. ბოდიში, სანამ დაპირებებზე გადავდვალთ, მათი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ყველაფერი იყო ძალიან ბუნდოვანი. სტარმერი წინასაარჩევნოდ ერიდებოდა, ჰქონდა ძალიან ზოგადი მანიფესტი, განსხვავებით კორბინის წლებისა, სადაც კონკრეტულად წაიკითხავდი, რომ მოხდება ფოსტის ნაციონალიზაცია, რკინიგზის ნაციონალიზაცია, ასე შემდეგ. ამ ლეიბორისტულ პარტიაზე ეს იყო იდენტობისგან დაცლილი ლეიბორისტული პარტია, რომლის ერთადერთი გასაგები იყო ის, რომ ესენი არიან კონსერვატორების მთავარი ოპონენტები, 14 წელია მოგბერძდა ეს პარტია და ამიტომ თუ ამათი შეცვლა გვინდა, ესენი უნდა ავირჩიოს, მაგრამ რას მივიღებთ? ძალიან ბუნდოვანი იყო და მაშინაც კი, როდესაც კითხვებს უსვამდნენ სხვადასხვა საკითხზე სტარმერს, თავად ქმნიდა ამ ბუნდოვანებს არაფერზე კონკრეტულად არ პასუხობდა, იმიტომ რომ არც ულტრამემარცხენეების ხმები უნდა დაეკარგა, ზომიერების ხმებიც სჭირდებოდა, ვინც ბრექსიტს მისცა ხმა მუშათა კლასიდან იმათი ხმებიც სჭირდებოდა და არაფერს არ ამბობდა და
პრაქტიკულად იმ ხალხმა, ვინც ხმა მისცა ლეიბორისტულ პარტიას, ყველა მისცა ისეც, როგორიც მას წარმოედგინა, მაგრამ რას მისცა ხმა არავინ არ იცოდა. აბსოლუტურად სამართლიანი შეფასება არის და არც იყო საჭირო ტაქტიკური თვალსაზრისით საკმარისი იყო სტარმერის ლეიბორისტული პარტიისთვის, რომ უბრალოდ მიეცა ამომრჩევლისთვის საშუალება დაესაჯა კონსერვატიული მთავრობა. ერთი არის რომ მართლა ყველა ხელისუფლებამის მობეზრება დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა და მეორე არის რომ ეს იყო უზარმაზარი იმედგაცრუება Brexit-ით. ეხლა აქ თვითონ ლეიბორისტული პარტიის როლიც არ უნდა დაგვაუწყდეს Brexit-ში, იმიტომ რომ აი კორბინის ლიდერობამ მაშინ ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კორბინისა, რომელსაც ჰქონდა სრულად ჩამოყალიბებული პრინციპები და ეს პრინციპები ისევე ევროსკეპტიკული იყო რბილად რომ ვთქვათ, როგორც კონსერვატიული პარტიის ყველაზე უფრო რადიკალური მემარჯვენე ფრთის. კაცი პრაქტიკულად გულით კომუნისტი იყო და თუ კონსერვატორების მე გულისხმობ პარტიას ზოგადად ევროსკეპტიკოსები ევროკავშირს უყურებდნენ როგორც სოციალისტურ ინტერნაციონალს, რაც ტყუილია, მაგრამ ესეთი გაზვიადებული კლიშე არსებობდა წარმოდგენაში, ესე წარმოაჩენს ყოველ შემთხვევაში ისინი ევროკავშირს თავიანთი ამორჩევლის წინაშე. კორბინს ევროკავშირი წარმოედგინა ბურჟუაზიულ ინტერნაციონალად და რაღაც იმათ რასაც ახლა მაგალითად ჩვენში deep states უწოდებენ, რა არის ზოგადად. ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც აი მემარჯვენეები აქტიურად აწარმოებდნენ კამპანიას ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე, მათი საპირწონე უნდა ყოფილიყო ლეიბორისტული კამპანია ევროკავშირში დარჩენის და ამ კამპანიას უკეთეს შემთხვევაში საბოტაჟი გაუკეთა კორბინმა მაშინ ლეიბორისტების ლიდერმა. ღიად არ უთქვამს, რომ ის მომხრე იყო გამოსვლის, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ის არ აწარმოებს ეფექტურ კამპანიას ევროკავშირში დარჩენისა, რადგან მასში დარჩენა მას არ უნდოდა. 75 წლიდან ცნობილია, როდესაც პირველად ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში ყოფნაზე 73 წელს შეუერთდა ბრიტანეთი ამ კავშირს. ცნობილია მის მიერ ხმის მიცემის მთელი ისტორია და ის ყოველთვის წინააღმდეგს აძლევდა. ასე თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ამ გაურკვეველმა პოზიციამ შეიძლება მოეხდინა მას გავლენა იმ მუშათა კლასზე, რომელმაც განსაკუთრებით ჩრდილოეთ ინგლისში, ვინც რეფერენდუმზე აქტიურად დაუჭირა მხარი Brexit-ს და მე ამ ხალხმა მიატოვა ლეიბორისტული პარტია და უეჭველად იმის ნაცვლად, რომ ამ მუშათა კლასზე აქტიურად მუშაობდნენ ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო პოპულისტები, რომლებიც როგორც გითხარით, სრულად არაკეთილსინდისიერ კამპანიას აწარმოებდნენ ცრუ დაპირებებით და ჯერ ერთი პრობლემის სრულად არასწორ კუთხით წარმოჩენით გამოგონებით, გაზვიადებით, რომ აი ევროკავშირი აგზავნის რაღაცა მთელ ურდოებს. ამ დროს ევროკავშირიდან ჩამოსული მუშახელის გარეშე ბრიტანული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, ეს ძალიან მარტივად ცნობილი ამბავია და თანაც, როგორც თქვი, კულტურულად ყველაზე უფრო თავსებად მიგრანტებს აგზავნიდა, ხო? გარდა იმ ფონზე, როდესაც როგორც თქვია, ეს პოპულისტები აწარმოებდნენ აქტიურ კამპანიას მუშათა კლასში, რომელმაც გარკვეულმა ნაწილმა ხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გამოსვლას. ამის პარალელურად ლეიბორისტულ პარტიას ამ თითქოს და მუშათა კლასის ყველაზე პირველ კომაკს უნდა ჩაეტარებინა მათთან მუშაობა და აეხსნა რა იყო რეალური და რა იყო აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე. ხო, ეს არ გააკეთა კორბინმა და შემდეგ მე მგონია რომ ეს მას არანაირად არ დაუფასდა. ის საკმაოდ მალე წარმოჩინდა როგორც მთავარი დაბრკოლება ლეიბორისტული პარტიის გამარჯვებისა საპარლამენტო არჩევნებში, იმიტომ რომ ჩვენ ერთი რაღაც არ ვახსენეთ, რამდენიმე არჩევნები ჩატარდა, ხო, ტერეზა მეიმაც ჩაატარა, მე კიდევ ბორის ჯონსონმა და გაზარდა ხმები.
ეს იმ ფონზე, როდესაც Brexit-მა უკვე წარმოაჩინა ყველაზე დიდმა კონსერვატიულმა პროექტმა, რომ იყო აბსოლუტურად წარუმატებელი. და ამის მიუხედავად ამდენი წელი მოახერხეს კონსერვატორებმა ხელისუფლებაში დარჩენა. და ეს იყო მხოლოდ იმის გამო, რომ კორბინის ლეიბორისტული პარტია იყო აბსოლუტურად აურჩევადი. კი და სტარმერს თუ რამე უნდა დაუფასოთ ის არის რომ შეცვალა მან პარტია არა მხოლოდ კადრები შეცვალა არამედ ბევრი რაღაც გააკეთა იმისთვის რომ იმიჯი შეეცვალა იყო ეგ საკმაოდ საფუძვლიანი ბრალდებები ულტრამემარცხენეობაზე ანტისემიტიზმზე ასე შემდეგ და იმ ძველი სახეების ნაცვლად მან ხალხს შემოსთავაზა თავისი ახალი გუნდი რომელიც იდეაში მზად იყო ხელისუფლების გადასავარებლად და ბევრი ცვლილების გასატარებლად თუმცა ამ დიდი გამარჯვების მიუხედავად რაც ჩვენ ვნახეთ იყო ის რომ 2024 წლიდან დღემდე ნუ პრაქტიკულად 2 წელია ხო რაც ხელისუფლებაში არიან საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა ეს ხელისუფლება პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ერთადერთი ახლა რაშიც მე კრედიტს დაუწერდი და რაშიც აფასებდი რომ არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით იმ პიკთან შედარებით რაც იყო კონსერვატორების დროს არის მართლა შემცირება და გამკაცრება მაგრამ იმ პერიოდში და იმ წლებში იმხელა ნაკადი შემოვიდა უკვე აღარ მახსოვს ამდენი მილიონზეა საუბარი აი ამ პრობლემას არ უნდა მოუხერხონ არავინ იცის და ახლა რომ შემცირდეს მინიმუმამდეც კი მიგრაციული ნაკადები, მაინც ეს წვავე და ცხელ პრობლემად მაინც დარჩება. მეორე არის ის, რომ Brexit-ის და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ეკონომიკა არის სტაგნაციაში შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან მცირე ეკონომიკის და შესაბამისად ეს ინფლაციური რისკები, ჰაუსინგის გაძვირება, რაც ყველას აწუხებს და ასე შემდეგ, ბუნებრივია მოქმედებს, ხო? და სტარმერის პრობლემა იყო ის, რომ ის არც იმისთვის იყო მზად, რომ მკვეთრად გაეზარდა გადასახადები და დაუშვათ საბიუჯეტო რესურსის მეტი ინვესტირება გაეკეთებე რამე მიმართულებაზე, ან მუნიციპალურ ბინაჩვენებლობაზე, ან სხვა მიმართულებით. ერთი მიღწევა კიდე დამავიწყდა, რაც მას აქვს, არის რომ ეროვნული ჯანდაცვის პროგრამის რიგები შემცირდა, რასაც ასევე მას უფასებენ, ხო? ამის მიუხედავად, ფუნდამენტური პრობლემები, რისთვისაც ლეიბორისტული პარტია აირჩიეს, მოუგვარებელი დარჩა და საბოლოოდ მივედით წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებამდე, როდესაც ძალიან მძიმე მარცხი განიცადა. თან ეს ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულა მთელ ქვეყანაში, ხო? რაღაც მუნიციპალიტეტების ნაწილში ჩატარდა და უფრო ურბანულ ცენტრებში, სადაც ტრადიციულად ძალიან დიდი დასაყრდენი ჰქონდა ლეიბორისტულ პარტიას, მწვანეებმა მათზე უფრო მარცხნივ მდგომა პარტიამ მოახერხა მათ ოლქებში წარმატების მიღწევა, ხოლო რაც შეეხება მუშათა კლასით დასახლებულ რეგიონებს, ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა ულტრამემარჯვენე Reform UK-ის რეფორმების პარტიას, რომელიც ყოფილი Brexit-ის პარტია და Nigel Farage-ის პროექტია, რომელიც იყო ამ Brexit-ის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ამ საკითხს ლობირებდა 10 წლების განმავლობაში და საბოლოოდ დადგა საკითხი, რომ ამ უიდენტობო და წარუმატებელ ლეიბორისტულ პარტიას უნდა ყავდეს თუ არა ეს ლიდერი, ვინც ყავს. ეს კითხვა პრინციპში დიდი ხანია დგას, იმიტომ რომ საზოგადოებრივ აზრის კვლევებში უკვე თვეებია ლეიბორისტულ პარტიას უგებს Reform UK, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შორს არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია პრემიერ-მინისტრისთვის მაინც და როდესაც უკვე არჩევნები ჩატარდა და არჩევნებში დამარცხა ლეიბორისტული პარტია, დაიწყო პროცესი, როდესაც მოხდა დელეგიტიმაცია ახლანდელი ლიდერის, თუმცა მას ბევრი შიდა კონკურენტი არ ჰყოლია, გულისხმობ მთავრობის შიგნით, იყვნენ რა თქმა უნდა რაღაც ფიგურები, მაგრამ არც ერთი არ ითვლებოდა ასე ვთქვათ იმედის მომცემ ფიგურა, რომელიც ამას შეცვლიდა და ესეთი ფიგურა იყო ვესტმინსტერის გარეთ. ადამიანი, რომელიც იყო დეპუტატი მანამდე, რომელიც იყო ჯანდაცვის მინისტრი გორდონ ბრაუნის მთავრობაშიც და მერე წავიდა ის საერთოდ ლონდონიდან, გახდა მანჩესტერის მერი, ძალიან წარმატებული მერი, ამაზე თან ხვდება ყველა, როგორც ლეიბორისტი, ისე კონსერვატორი, სამჯერ მოიგო უკვე მან ეს თანამდებობა, გულისხმობ ენდი ბერნემს და იმდენად წარმატებული იყო ეს კაცი, რომ დამკვიდრდა ტერმინი ბრიტანულ მედიაში მანჩესტერიზმი. რაღაცნაირი მოდელი შეიქმნა მუნიციპალური წარმატებული მმართველობის, როგორც ეკონომიკური წინსვლის, ასევე მუნიციპალური სერვისების განვითარების თვალსაზრისით და მოხდა ძალიან უცნაური რაღაც, რომ იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრი გახდა და პარტიის ლიდერი, უნდა ჰქონდეს ან დეპუტატის მანდატი, ან ლორდთა პალატის წევრი უნდა იყო და იმისთვის, რომ ეს კაცი დაბრუნებული პარლამენტის წევრი გამხდარიყო ერთ-ერთი მოქმედი ლეიბორისტი დეპუტატი გადადგა მანჩესტერის ერთ-ერთი ოლქიდან
და ჩატარდა არჩევნები. ამ ოლქში არჩევნები მოგებული ქონდა ერთი თვითაზრე Reform UK-ის ამ ულტრამემარჯვენე პარტიას. იყარა კენჭი ენდი ბერნემმა და ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგივე ხალხმა არა ყველა, მაგრამ ბევრმა ვინც ერთი თვის წინ Reform UK-ის მიცა ხმა, ამ არჩევნებზე ერთ თვეში ხმა მისცა ენდი ბერნემს და შეიქმნა იმიჯი ადამიანის, რომელსაც შეუძლია ის ხალხი დაუბრუნოს ლეიბორისტულ პარტიას, რომლებიც მისგან წავიდნენ. ამ შემთხვევაში მან ეს შეძლო ამ არჩევნებზე, მაგრამ წინ ძალიან რთული გზა ელის მას. ამიტომ მინდა გკითხოთ, ვინ არის ენდი ბერნემი და რამდენად შეძლებს ის დაუბრუნოს ამ პარტიას ის ამომრჩეველი, რომელსაც აშკარად კარგავს. თუ შეიძლება სანამ ენდი ბერნემზე გადავალთ, თქვენ ახსენეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და ორიოს პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო. ბრიტანულ პოლიტიკურ კულტურაში მიღებულია ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. როდესაც პარტია კარგავს პოპულარობას, როდესაც მაგალითად ადგილობრივ არჩევნებში ის ცუდ შედეგს აჩვენებს და შესაბამისად პარტიის წევრი მუნიციპალური საკრებულოების წარმომადგენლები კარგავენ თავიანთ ადგილებს, ეს არის იმის ნიშანი, რომ ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ბრიტანული პოლიტიკური კულტურის ნაწილი და პრემიერ-მინისტრი არის ერთის მხრივ ძალიან ძლევამოსილი ფიგურა, მაგრამ მეორეს მხრივ ყველაფერზე პასუხისმგებელი ის არის. და ამიტომ ვიხილეთ ჩვენ, რომ კი რაღაც ხანი კი ითრია ფეხი სტარმერმა, მაგრამ საბოლოო ჯამში ზუსტად ის გააკეთა, რასაც ელოდა მისგან მისი პარტია და ამ პარტიას თავად არ აქვს ის კომპლექსი, რომ აი ჩვენ ვალი გვაქვს ამ ლიდერის, იმიტომ რომ აი მოგვაგებინა ამდენი ადგილი პარლამენტში და ეხლა არ არის ესე. მარგარეტ ტეტჩერი გაისტუმრა კონსერვატულმა პარტიამ, ლიდერი, რომელმაც შემოატრიალა პრაქტიკულად ბრიტანეთის კრიზისიდან გამოიყვანა, ბრიტანეთი დააბრუნა დიდი ქვეყნების რიცხვში მიმოიგო და ასე შემდეგ. გაისტუმრეს, როგორც კი აღმოჩნდა, რომ მან დაკარგა პარტიის ნდობა. ჩვენ მაგალითად გვაქვს პარტიები, რომელიც დააფუძნა ვიღაცა 91 წელს, 92 წელს, დღემდე ის არის, ხო? პარტია ერთგვარ საკუთრებად იქცა, რაღაც კლუბად, არ ვიცი, შპს-თ. ახლა არ მინდა ბატონ შალვა ნათელაშვილი პატივს ცემ, ძალიან საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა, და იმიტომ ვახსენებ, რომ მან თავის პარტიას რაღაც თითქოს და ბრიტანული სახელი დაარქვა, ლეიბორისტული პარტია. მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც პარტია აგებს ან ეროვნულ არჩევნებს, ან თუნდაც ადგილობრივს, ამაზე პასუხისმგებლობას იღებს ლიდერი და ის პარტია ირჩევს ახალს. ხო, ეს ერთი ფენომენი. ახლა მეორე თქვენ ახსენეთ, რომ მუშათა კლასმა დიდწილად მხარი დაუჭირა Reform UK-ს. ანუ იგივე პოლიტიკურ ძალას, იგივე ნაიჯელ ფარაჟის პარტიას, რომელიც არის დიდწილად პასუხისმგებელი აი იმ უკიდეგანო პოპულისტური კამპანიისთვის, რომელსაც ბრიტანეთი მიიყვანა ევროკავშირიდან გამოსვლამდე, ხო? და მერე უცბად იგივე ხალხი აბსოლუტური უმრავლესობით ხმას აძლევს ენდი ბერნემს მანჩესტერში. რაც ჩემს აზრს ადასტურებს იმის შესახებ, რომ Reform UK-ის მხარდაჭერა არის უიმედობის მხარდაჭერა. პროტესტი, როდესაც მათ დაკარგული აქვთ რწმენა ტრადიციულ პარტიებისადმი, რომლებსაც ისინი მანამდე მხარს უჭერდნენ. გნებავთ ეს საშუალო კლასის მხრიდან კონსერვატიული პარტიის მიმართ აბსოლუტურ მინიმუმზეა დღეს მისი მხარდაჭერა. თუ ლეიბორისტული პარტიისადმი, ხო, რომელიც ტრადიციულად უნდა ყოფილიყო მშრომელთა კომაგი. და ისევე როგორც დემოკრატებს ამერიკის შეერთებული შტატებში, ეს მშრომელები გაუწყდნენ, იმიტომ რომ უფრო დიდწილად იდენტობის პარტიად იქცა და არა მშრომელთა პარტიად. ბევრი სხვა საკითხია. ენდი ბერნემი ძალიან საინტერესო ფიგურა არის. თქვენ სწორად ახსენეთ, რომ ის არ არის შორეული ადამიანი ვესტმინსტერის პოლიტიკისთვის, ის 17 წელი თითქმის იყო პარლამენტის წევრი, მათ შორის იყო მინისტრი, დიახ, გორდონ ბრაუნის მთავრობაში და შემდეგ დაბრუნდა თავის საარჩევნო ოლქში, მანჩესტერში
და იქცა მანჩესტერის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ მერად მაშინ, როდესაც ეროვნული პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესი იყო კრიზისში. და რამდენიმე ძალიან სერიოზული რეფორმა განახორციელა, და მანჩესტერიზაცია რომ ახსენეთ, აქ საუბარი იმაზეა, რომ არსებობს მოლოდინი, რომ ზოგიერთ მსგავს რეფორმას ის გადმოიტანს საერთო ეროვნულ დონეზე. ოღონდ ბერნემსაც აქვს გარკვეული თავისებურება, რომელიც მას თუ იგივე იდენტურს არ ხდის, მაგრამ ასე მსგავსებაში, ასე ვთქვათ, ამყოფებს სტარმერთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ ვიცით კონკრეტულად რა რეფორმების გატარებას აპირებს. რეალობა არის ასეთი, რომ ლეიბორისტულ პარტიამ გადაწყვიტა, რომ მას უნდა ახალი ლიდერი. და ენდი ბერნემი იყო სულად უეჭველად თვალში საცემი რეალური ალტერნატივა. იმდენად თვალში საცემი, რომ სხვა არავინ გადაწყვიტა თავისი კანდიდატურის დაყენება. შესაბამისად არც პროგრამა წარუდგენია სადმე და არაფერი ვიცით და საერთოდ ძალიან უცნაური რაღაც მოხდა აქამდე არასდროს არ მოხდა, რომ პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება ქვეყნის გადაწყვიტა ერთი ოლქის ამომრჩეველმა. აქამდე მთელი ქვეყანა წყვეტდა ამას და ესა პირველი შემთხვევა, როდესაც იმ ოლქში თუ მოიგებდა ბერნემი აუცილებლად გახდებოდა პრემიერი, მაგრამ აი რომ წაიგო მე უკვე კითხვები გაჩნდებოდა საერთოდ ღირს თუ არა შევცვალოთ სტარმერი და ხო არ ჯობია მივცეთ შანსი და ასე შემდეგ. კი ბატონო, იმ ოლქში ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა ბერნემმა და ეს საერთოდ თავისებურება არის ბრიტანული პოლიტიკური სისტემის, რომ უმრავლესობის მქონე პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია შეუძლია ცვალოს თავისი ლიდერი და შესაბამისად პრემიერ-მინისტრი თავისი მანდატის ფარგლებში. ეხლა რა თქმა უნდა მოითხოვს ფარაჟი, რომ გამოაცხადე ვადამდელი არჩევნები, მაგრამ არანაირად არ ევალება ენდი ბერნემს არანაირი ვადამდელი არჩევნები, მას მანდატი აქვს 2029 წლამდე და ის ამტკიცებს, რომ ის აპირებს იმოქმედოს იმ საარჩევნო პროგრამით, რომლითაც 2024 წელს ლეიბორისტულ პარტიამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მაგრამ ვიმეორებ, ეს არის ტრადიცია, როდესაც პრემიერ-მინისტრის ცვლილება ხდება შიდა პარტიული მექანიზმით, თუ კი საუბარი არის არჩევნებს შორის პერიოდზე. კი ბატონო. და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ყველას გვაინტერესებს, არის რამე ვიცით თუ არა და რა ვიცით ბერნემის საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე, რა გავლენას მოახდენს მისი გაპრემიერება ბრიტანეთის პოლიტიკაზე, პირველ რიგში უკრაინის საკითხზე და ზოგადად რა იქნება, ბავშვად ევროპას უფრო მეტად დაუახლოვდება და ეცდება თუ არა რაიმე ტიპის, იმიტომ რომ ის იყო რეფერენდუმის დროს დარჩენის კამპანიის მომხრე, მაგრამ როდესაც კენჭს იყრიდა ამ ოლქის უდიდესმა ნაწილმა რეფერენდუმზე ხმა მისცა ბრიტანეთის გამოსვლას ევროკავშირიდან და როდესაც მისმა სხვა თანაპარტნიორებმა თქვეს, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროკავშირში, მან ამ განცხადებაზე თავი შეიკავა, მან იგივე არ გაიმეორა. ალბათ ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე, ხო? აი როგორ წარმოგვიდგენია ბერნემის საგარეო პოლიტიკა და იქნება თუ არა ეს სტარმერისგან განსხვავებული. პირველ რიგში ევროკავშირი, ბერნემს სხვა ლეიბორისტულ ლიდერებისგან განსხვავებით ყველაზე უფრო მკვეთრად აქვს ნათქვამი, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა შეცდომა იყო და აუცილებელია ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის აღდგენა. აქ მერე კამათობენ აქვს თუ არა ნათქვამი, რომ ბრიტანეთი უნდა დაბრუნდეს ევროკავშირში. შეიძლება სადმე ეს თქვა, მაგრამ ეს არასდროს გაჟღერებულა როგორც გეგმა. ეს არის ერთ-ერთი სისუსტე ჩემი აზრით ლეიბორისტული ლიდერობის ზოგადად, მაგალითად კირ სტარმერი ძალიან მარტივად და ნათლად შეგვიძლია დავინახოთ როგორც ადამიანი, რომელიც თვლიდა ბრექსიტს შეცდომად. მაგრამ არასდროს არც კამპანიის დროს, არც თავისი პრემიერობის დროს მას პირდაპირ არ უთქვამს, კი ლაპარაკი იყო რომ უნდა დავაახლოთ ჩვენი ურთიერთობა, ასე იგი გავაყაროთ ეკონომიკური კავშირები და ასე შემდეგ, მაგრამ
ევროკავშირში დაბრუნებაზე და მით უმეტეს კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე, აი მე ჩავატარებ რეფერენდუმს იმისთვის, რომ ბრიტანელმა ხალხმა ახლიდან გადაწყვიტოს, ესეთი რამე არ უთქვას არც ერთ პოლიტიკოს პრაქტიკულად. აი ლიბერალ-დემოკრატები არიან შედარებით, მესამე ზომის პარტია იყო ტრადიციულად, ახლა რეფორმი უფრო წინ არის რაოდენობით, მაგრამ ის ტრადიციულ პარტიებს შორის ის მესამეა და ის არის ყველაზე უფრო პროევროპული პარტია. აქაც ლაპარაკი აი ესე პირდაპირ აი ჩვენ ვაყენებთ რეფერენდუმის აქტს, მათაც კი არ აქვს ნათქვამი, რა ძალიან უცნაური მგონია და ჩემი პრობლემა ამასთან დაკავშირებით ზუსტად იმაშია, რომ პოლიტიკოსობა, პოლიტიკური ლიდერობა არის არა ის, რომ გამოიცნო რა მოწონს ამ ეტაპზე ამ მომრჩევლს. ძალიან ხშირად ამ მომრჩევლს შეიძლება მოსწონდეს მისთვისვე საზარალო არასწორი რამ. ანუ ეს კი არ უნდა გამოიცნო, როგორ უნდა მიიღო მეტი ხმა, არამედ ნამდვილი ლიდერობა მაშინ არის, როდესაც შენ აჩვენებ საზოგადოებას სწორ გზას. მაშინაც კი, როდესაც ეს არც თუ ყველაზე პოპულარული არჩევანია ამ მომენტისთვის. ეს არის დიდი ლიდერობა და ასეთი ლიდერობა რამდენიმე მათ შორის ბრიტანელ ისტორიულ ფიგურას აქვს ნაჩვენები, ხო? ხა ტეჩერს მოიყვანენ ხოლმე ასეთ მაგალითად, როდესაც ის ყინულ მჭრელივით ზოგჯერ გადიოდა და გაქონდა ისეთი საკითხები, რომელიც არ იყო პოპულარული და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ეს იყო ეკონომიკის გადარჩენის შესაძლებლობა. ჩერჩილი ავიღოთ ახლა საზოგადოებაც და პოლიტიკური კლასის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა ნაცისტურ გერმანიასთან ღია დაპირისპირებას და იყო ეს მთელი 30-იან წლების განმავლობაში დაშოშმინების პოლიტიკა და ეს იყო სწორედ ესე გაქონდა თავისი პოზიცია, რომ დაუშვებელია ნაცისტებისთვის კვლავ შეიარაღების ნების დართვა, რომ 38 წლის გარიგება მიუხედავად იყო აბსოლუტურად მიუღებელი და უკუპროდუქტიული. ეს კი არა, რომ აი სწორედ ეს აქვს რა თქვა, რომ თქვენ ირჩევდით თქვენ გქონდათ არჩევანი უღირსობასა და ომს შორის და თქვენ აირჩიეთ უღირსობა, მაგრამ მიიღებთ ომს. ერთიც და მეორეც არის. ესეთი პოლიტიკოსები ბევრი არ არიან, მაგრამ და ლეიბორისტული მხრიდანაც შეგვიძლია მოვიტანოთ ძალიან პრინციპული ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ხედვა და თუ საზოგადოება ზოგჯერ არ ყოფილა მზად აი იმ იდეების მისაღებად, ჩაუტარებიათ ეფექტური სახალხო კამპანია, რომლითაც აი ეს რაღაც პროექტი გაუტანიათ და კლიმენტ აეწოли რომელმაც ეგრევე მეორე მსოფლიო ომის მერე დაამარცხა ამ თავისი სოციალური დაპირებებით და საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ ეგრევე დაამარცხა ჩერჩილი, რომელიც ომის გამარჯვების ერთ-ერთი ავტორი იყო. ეგ ერთი საკითხი, მადლობა რომ შემახსენე და მეორე ეს კიდევ ასევე ადასტურებს ბრიტანელი ამომრჩევლის პრაგმატიზმს. ყველაზე უფრო გამოცდილი ამორჩეველია. მოგეხსენებათ, ბრიტანელებმა, ინგლისელებმა გამოიგონეს პარლამენტი ბოლოს და ბოლოს. და ისინი იყვნენ ყოველთვის ცნობილი, როგორც ყველაზე პრაგმატული ამომრჩეველი და აი თქვენ ყველაზე კარგი მაგალითი მოიყვანეთ, რომ იმის ნაცვლად, რომ 45 წელს ომში გამარჯვების შედეგად ძეგლების დადგმა დაეწყო ჩერჩილისთვის და დაეტოვებინათ ხელისუფლებაში სამუდამოდ, ხო? ამის ნაცვლად მათ ხმა მისცეს ალტერნატიულ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც თავაზობდა მათ სოციალური და ეკონომიკური ვითარების ფუნდამენტურ რეფორმირებას, სოციალური დაცვის სისტემის აშენებას, უფასო ჯანდაცვას, ასე შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ მაგალითად, დიდი ალბათობით ჩერჩილი ალბათ უფრო მეტ რესურსებს ჩადებდა იმპერიის შენარჩუნებაში. ხო? რაც ისეთი პრინციპული ბრიტანელი ამორჩევლისთვის არ იყო. ხო? ეს ბევრ ერში არ ხდება, მაგრამ აი ამის ფონზე იყო ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს პოპულისტური პროგრამის გამარჯვება Brexit-ის სახით და მაშინ კიდევაც დავწერე სტატია, დღესაც დევს ვებგვერდზე, ვისაც დაინტერესებს ნახვა, მას ქვია Brexit-ი პოპულიზმის კატალიზატორი თუ გაფრთხილება და აქ მე ვარაუდობდი, რომ ორი არჩევანი აქვს დემოკრატიულ დასავლურ საზოგადოებას, რომ ან ცეცხლივით მოედოს ეს პოპულიზმი ყველა
განვითარებულ ქვეყნებს, ან Brexit-ი იქცეს გაფრთხილებად და 2016 წლის ივნისის რეფერენდუმს ქართულ სამეფოში მეორე უდიდეს დემოკრატიაში შეერთებულ შტატებში მოყვა პრეზიდენტ ტრამპის ვისაც მოსწონს, მე მგონი ისინიც აღიარებენ, რომ პოპულისტი კანდიდატის გამარჯვება, ხო? და შემდეგ გაძლიერება არაერთ ქვეყანაში უფრო მეტად პოპულისტი, როგორც წესი ამ შემთხვევაში ულტრამემარჯვენე კანდიდატების გაძლიერება, თუმცა მე აღმოჩნდა, რომ მაგალითად ფრანგებმა არ მისცეს ხმა მარინ ლე პენს 2017 წლის არჩევნებში და ხმა მისცეს ზომიერ ცენტრის სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არც ტრამპისთვის მიუწიათ ამერიკელებს, ხო, უბრალოდ სხვანაირი საარჩევნო სისტემა, თორე კლინტონმა მეტი ხმა იყო ჯამში ვიდრე. ეგრე მოქმედებს ამერიკული საარჩევნო სისტემა, მას აქვს რაღაცეები გადმოღებული ბრიტანულისგან. ელექტორალური კოლეგია მოიგო ტრამპმა, მაგრამ მოქალაქეებმა რაოდენობა ხა აღარ მახსოვს, მაგრამ ხო, არა, ეს არცვლის შედეგს და ლეგიტიმურობას არცვლის არანაირად. სხვა პრეზიდენტებსაც არაერთხელ მოუგიათ აბსოლუტური უმრავლესობა ხმების მიღების გარეშე, მაგრამ ესე მოქმედებს. ალგორითმი წინააღმდეგ ასევე. და აი ეს დავასრულოთ თუ ელით უკრაინის მიმართ ცვლილებას, იმიტომ რომ მას შემდეგაც ტრამპის ადმინისტრაციამ პირდაპირ დახმარება შეუწყვიტა უკრაინას, ბრიტანეთი მათ შორის აღმოჩნდა ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად ის ქვეყანა, რომელმაც მეტი ფინანსური ტვირთი აიღო თავის თავზე. ამას წინათ გამოაცხადეს, რომ კიდე 150,000 ზონის დამზადებას დაუფინანსებენ უკრაინას, ტექნოლოგიურად ეხმარებიან, იარაღის მიწოდებით ეხმარებიან და პრინციპში ამაზე პარტიული კონსენსუსია ხო ბრიტანეთში, კონსერვატორების დროსაც აქტიური იყო მხარდაჭერა და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ლეიბორისტებმა რამე შეამცირეს უკრაინის დახმარების თვალსაზრისით. აი ბერნემი რამეს ხო არ შეცვლის ამ მიმართულებით და რა ვიცით მის შესახებ ამ თვალსაზრისით. თითქმის არაფერი ამ თემაზე კამპანიის დროს არ თქმულა, მაგრამ სრულიად სამართლიან შეგვიძლია გქონდეს მოლოდინი, რომ ის სულ მცირე გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც მართლაც და კონსენსუსზეა დაფუძნებული, თუ გამოვრიცხავთ ნაიჯელ ფარაჟს, რომელსაც აქვს ძალიან საეჭვო კავშირები სხვადასხვა ან ზაკ პოლანსკი. ხო, ეგ კიდე მეორე უკიდურესობა, როგორც წესი უკიდურესობები ულტრამემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები თავიანთ საგარეო პოლიტიკურ პოზიციებში პრაქტიკულად ერთ ადგილას არიან. ეს ქაღალდის ფურცელი რო აიღოთ და მისი ორი ბოლო რომ შეერთოთ ერთ ადგილას არიან და ეს უცნაური თავისებურება არის, მაგრამ უნივერსალური თავისებურებაა. მაგალითად, ულტრამემარჯვენეები დანარჩენ ევროპაშიც და ულტრამემარცხენეები სულ ყველა რაღაცა უცნაური მიზეზის გამო არიან სიმპათიით განწყობილი კრემლისადმი. ხო? და იმის მიუხედავად, რომ თითქოს საერთო არაფერი არ უნდა გქონდეთ. ჩემი მოლოდინია ძალიან გამიკვირდება თუ რამე შეცვალენდებოდა, რომ ის გააგრძელებს უკვე საერთო ეროვნულ პოლიტიკას, სწორად ახსენეთ, რომ მაგალითად ბორის ჯონსონი, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა ძალიან სერიოზულად დაზიანებული რეპუტაციით, მაგრამ ის მას აუცილებლად უნდა დაუფასოთ ის ლიდერობა, რომელიც მან გაწია ომის პირველ დღეებში, შექმნა საერთო ევროპული დამოკიდებულება, ხოლმე ამ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ითამაშა გადამწყვეტი როლი და მაშინ თუ რამეს აკრიტიკებდა ლეიბორისტული ოპოზიცია, რომ საკმარის არ აკეთებთო. ხო? შესაბამისად, მე მგონია, რომ ენდი ბერნემის ლიდერობის პირობებში ეს ყველაფერი გაგრძელდება ბრიტანულ ისტაბლიშმენტში, მე მგონი ძალიან კარგად ესმით თუ რა არის სასწორზე. გეოპოლიტიკური გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები ბრიტანეთში ყველაზე უფრო ღრმად და კარგად ესმოდა ტრადიციულად, ვიდრე დანარჩენ კონტინენტურ ევროპაში, რომელიც ბევრ უფრო ღრმად იყო ჩაფლული, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ამ სოციალურ-ეკონომიკური და იდენტობის და სხვა საკითხებით და თითქოს და ევროკავშირს, აი ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მე ევროკავშირის ძალიან დიდი მომხრე, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირს თითქოს დავიწყებული ჰქონდა, რომ არსებობს გეოპოლიტიკური რეალობები, რომ უსაფრთხოება
მათ შორის ფიზიკური, კინეტიკური თავდასხმისგან დაცულობა არ არის გარანტირებული და რომ აუცილებელია საკუთარ თავდაცვაზე ზრუნვა, რომ აუცილებელია მეზობლების უსაფრთხოებაში თავიანთი წვლილი შეტანა მათ სტაბილურობაში და რომ ეს არ კეთდება მარტო იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა 2000-იან წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სახით, რომელიც ძალიან პოზიტიური და დადებითი პროგრამა იყო, მაგრამ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ყოფილიყვნენ დაცული რუსეთისგან, როგორც ჩვენ შემდეგ ვიხილეთ. და ბოლოს მინდა გკითხოთ საქართველოსზე, იმიტომ რომ ერთადერთი პოზიტივი ალბათ ერთადერთი შევა გადაჭაბებულია, მაგრამ ერთ-ერთი პოზიტივი რაც Brexit-მა სამყაროს მოუტანა არის ის, რომ ბრიტანეთს შეუძლია დამოუკიდებლად დააწესოს სანქციები და აღარ სჭირდება რაღაც ერთიან ევროპულ კონსენსუსში შესვლა. და ამ თვალსაზრისით ბრიტანეთი ბოლო წლებში ძალიან აქტიური იყო იმ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ, რაცაც საქართველოში ვხედავთ, ხო? და ბოლო მათი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ქართული ოცნების პროპაგანდისტული ტელევიზიების დასანქცირება და მანამდეც მოძალადე სამართალდამცავების და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით რამე თუ შეიცვლება ბერნემის პრემიერობის პერიოდში, ან თუ გააქტიურდება ბრიტანეთი გარეთ ამ მიმართულებით დემოკრატიის და ადამიანის და უფლებების დაცვის, ან რამე თუ შეიძლება ველოდოთ სიახლეს. მე უნდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს უკვე გარკვეულწილად ამაზე მიგანიშნეთ, რომ ზუსტი პროგნოზი იმისა თუ რას აპირებს ბერნემი შეუძლებელია, რადგან მას ეს ღიად ჩამოყალიბებულად მაინც და მაინც არ გამოხატავს და ვიცი თუ devolution-ს იძახის, რომ ეს უნდა. რომ დიახ, დელეგირება უფლებამოსილებებისა ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რაც მან ჩვენებრივ აჩვენა მანჩესტერის მაგალითზე რომ მუშაობს, რომ რაც მეტ რესურსებს და უფლებამოსილებებს მისცემ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, მით უფრო წარმატებულად წყვეტენ ისინი ადგილობრივ საკითხებს, იქნება ეს ტრანსპორტის, იქ სხვა მუნიციპალურ საკითხებს, ხო? და მე დღემდე მაქვს ურთიერთობა მათ შორის ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიის მრჩევლებთან, მოდი ასე ვთქვათ, და ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ჩვენც კი არ გვაქვს ზუსტი წარმოდგენა რა და როგორ იქნება, მაგრამ ლოგიკიდან გამომდინარე იქიდან თუ რა რეპუტაცია აქვს ამ ადამიანს მთავრობაში მუშაობის დროს, პარლამენტში ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში, მოლოდინი ნეიტრალურ დადებითია, ნეიტრალურ პოზიტიური. რადიკალური ცვლილებები არ იქნება საერთოდ და თუ იქნება ალბათ უფრო პოზიტივისკენ ვნახოთ ეყოფა თუ არა ენდი ბერნემს იმის გამბედაობა, რომ ღიად და ნათლად დააყენოს საკითხი ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების შესახებ. მე ამაზე ფსონს არ დავდებდი, მაგრამ ჩემი აზრით ამის გარეშე იმ სტრუქტურული პრობლემების გადაჭრა, რომელიც წარმოიშვა სწორედ Brexit-ის გამო, იქნება შეუძლებელი. აი აქ კიდევ ერთხელ ვთქვათ პირდაპირ, რომ აი ლაპარაკი რომ შეერთებული შტატები ბრიტანეთის უახლოესი პარტნიორია, ამაზე ცალკე სტატია მაქვს გამოქვეყნებული, განსაკუთრებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები კია განსაკუთრებული, მაგრამ ნუ ახლა დღეს აღმოჩნდა, რომ შეერთებულ შტატებს ისრაელთან უფრო განსაკუთრებული ურთიერთობები ქონია. და მეორე, რომ არც დემოკრატი და არც რესპუბლიკური ადმინისტრაცია არ ამბობს უარს ყველაფერს ტრამპს რომ არ ვაბრალებდეთ, ხომ? არ ამბობს უარს პროტექციონიზმის რაღაც ელემენტებზე და ამ პირობებში იმის მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები სრულად გაუხსნის თავის ბაზარს გაერთიანებულ სამეფოს, უბრალოდ არარეალისტურია და ყველა ის სხვა შემთხვევა, სადაც ბრიტანეთმა უკვე დადო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, არათუ არ აუმჯობესებს ბრიტანეთის სავაჭრო მდგომარეობას, ვაჭრობის და ეკონომიკურ მდგომარეობას. არავინ ზოგიერთ შემთხვევაში აზარალებს, ხო? დრო რო კონდეს მოვიტანდი მაგალითებს, ხო? ასე რომ ჩემი აზრით ერთადერთი ბუნებრივი გამოსავალი ამ შექმნილი ვითარებიდან არის იმ კავშირში დაბრუნება, რომელმაც უზრუნველყო ბრიტანეთის სტაბილური კეთილდღეობის ზრდა და რა თქმა უნდა ჭირდება რეფორმირება, მეც ეჭვი არ მეპარება ევროკავშირს
გარკვეული რეფორმები ჭირდება, ოღონდ ვერ იქნება ვერც ერთი ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფილი ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით პოლიტიკურად ევროკავშირისგან მოწყვეტით. ის ყოველთვის დარჩება ევროპაზე გარკვეულწილად დამოკიდებული და ბრიტანეთი არის კვლავ გარკვეულწილად დამოკიდებული ევროკავშირზე, ისე რომ მას აღარ შეაქვს წვლილი ევროკავშირის წესების გადაწყვეტილებების და სხვა პროცესების განხორციელებაზე. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი პოდკასტის ეს ეპიზოდი დასრულებულია. მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და ყველა სხვა სოციალურ ქსელში. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის.